სინამდვილეში ადამიანს არ შეუძლია მარტოობა. ახლა ჩვენ მარტოსულებით ვართ, ეგზისტენციალური მარტოობაც არსებობს და ზოგადად მარტო სეირნობა და მარტო ცხოვრება შესანიშნავია, მაგრამ მარტოობა, რასაც ქვია, დიახ. არის ძალიან უცნაური და არა აუტენტური ადამიანისთვის. ის მაშინაც კი, როდესაც არის განდეგილი მაგალითად, როდესაც სადღაც ტყეში მარტო ცხოვრობს, ან სადმე კლდეებში, მაშინაც კი ურთიერთობს, ან ფიზიკურ სამყაროსთან, ან ხილულთან, ან უხილავთან, ან მცენარეებთან, ან ცხოველებთან და პირველ რიგში ურთიერთობს საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ურთიერთობა იწყება საკუთარ თავთან კონტაქტით, საკუთარი თავის მიღებით და მერე დანარჩენი სამყაროს. შეცნობით პირველ რიგში. შეცნობა, მიღება, კონტაქტი, მოსმენა. აი თქვენ ბრძანეთ, ანა, რომ ერთმანეთს არ უსმენთ, ჩვენ თავს არ უსმენთ, ჩვენ სხეულს არ უსმენთ და საერთოდ არც გვცალია მოსასმენად, იმიტომ რომ რაღაც ამ რბოლაში, რასაც დღეს ცხოვრება ქვია, გარბი ხარ, გამორბი ხარ, თითქოს იმის დრო არ გრჩება, რომ გაჩერდე და მოусმინო.